და ჩაისვით. სალამ მეგობრებო, დაგიბრუნდით ჩვენ 29-ე. მოდი გენა აღარ ვთქვათ რა. რიცხობრივები არ ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენ გავწდით მაგის ასრულებს. არ მაგის არ ვთქვი, მაგრამ ის აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ რა, მაგრამ ეს ჩვენ ეს აი არ ვიცი, ეპითეტებიც არ აქვს რა. ძალიან ლამაზ მარიანას საერთოდ მე უბრალოდ კაცი. ფსიქოლოგიაში ყოფი ლევანი. ჩერჩერობით ყოფ. და მოდი რა დასაწყისში უნდა ვთქვა, რომ ხალხო ვინც უყურებთ, სხვა სტატისტიკა რომ ნახე, უფრო ისინი გვიყურებენ, ვისაც არ ყავართ გამოწერები და ლაიქებული და ასე შემდეგ, ვიდრე ყავართ. თუ გინდათ რომ თქვენც არ გვიყუროთ და არ დაგვაიქოთ, არ დაგვიკომენტაროთ, ამისთვის საჭირო რომ გამოგვიწეროთ. ხო და ის რა გაჭიროება ვერ გავიგას ამ უბრალოდ დავაჭირო ხო მაგის subscribe-ს და so subscribe. ვაუ, ხარკორი აქცენტი. და ჩვენი დღევანდელი თემა გახლავთ მე რომ გულსასაუბრებ თუ წილხვედრი. ხო, წილხვედრი. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ყველა საქციელი ეროვნულ საქციელს გულისხმობ, მივაწეროთ ღვთისმშობლის წილხვედრობას, რელიგიას და ამით ჟარგონულად ვთქვი, გავაპრაოთ ჩვენი ცუდი საქციელები, ჩვენი ჩვენი ძალიან ბევრი საქციელი, რაც იდეაში გვიწერია ბიბლიაში, რომ ცოდვა. მაგრამ ჩვენ უჯერო სხვა და უჯერო ჭამა მაგალითად და ჩვენ ძალიან კეიფის, დროსტარების და ლოთაობის მოყვარული ადამიანები გახლავთ. განსხვავების მოყვარული ხალხი ვართ. აი ყველაზე უფრო ახლო ის ისტორიაში ეს ევროპაში ძალიან ცხელა და იწვის ხალხი და სტატისტიკა. ეხლა ციმბიშიც რო ცხელა ძალიან ხო, ციმბიშიც. ირკუტსკი და დონეცკებში. ან ძალიან რო ცხელა და ჩვენთან არის რაღაცა ეს ულამაზესი ამინდი, იმიტომ რომ ხო, ჩვენ ვართ წილხვედრი და ყველა მსოფლიოში არის კატასტროფა. AI-ის გაკეთებული ფოტო რო არის ძალიან ხო. ან AI-ის გაკეთებული ფოტოზე ყოლ საუბარი, რომელიც გვარწმუნებს, რომ ხოლო ჩვენთან არის რაღაც ეს კლიმატი, რომელიც გვაქვს და თელ სოფლიოში კატასტროფა ხდება, ჯოჯოხეთი არის და ცეცხლეუპიდია. ჩვენი სარწმუნება არ არის გააზრებული და რაციონალური. გასაგებია, როცა ადამიანს წამს, უნდა წამდეს ბრმად, ეგ არის ზოგადად რწმენა, რომ ენდობი ჯერა და არც დი. ანუ ეგ გვიწერია კიდეც, რომ უნდა გამოვცადოთ ღმერთი. და ესე გვწამს, თუმცა ეს არ უნდა გამოვცადოთ ღმერთი. მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი გადმოგვაქვს ჩვენ თავებზე, ადამიანებზე და მივდივართ წირვას ვესწრებით და არ ვცხოვრობთ რელიგიურად. გააზრებული არ აქვს ხალხს რელიგია მართლა, აი შეუძლიათ, რომ თუნდაც აი ყველაზე ელემენტარული რომ ავიღოთ, პირველი სადღეგრძელო როდესაც არის უფლის და პატრიარქის და ღმერთს და სარწმუნოებას რო ადღეგრძელოთ, მე ეგ კაცი ღორივით ჭამ. გინდა ხალი ანუ აქ კაცი ადამიანს მოვიაზრებ. ღორივით სვავ. გამოდიხარ ვიღაცას ცემ, სახში ვიღაცას რაღაცას აგინებ, გულს ტკენ, ქუჩაში ვიღაცა შეიძლება აგრესულად მოექცე, იმიტომ რომ თრალი ხარ გადათხრაშები და ამ დროს ყველაფერს ეწინააღმდეგები, რაც რელიგიაში გიწერია, მაგრამ სადღეგრძელოს აუცილებლად იწყებ უფლის დიდებით, ისე აბა როგორ შეიძლება ის უფლას ვინ გიკურთხებს და ეს გადადის მარაზმში, იმიტომ რომ არ აქვს გააზრებული რას ნიშნავს რელიგია. ტრაგიკული რა არის, რომ ან ის ღმერთის სიტყვა ხო, ღმერთის სიტყვა სხვა ან ვერანაირად ვერ გავიგებ, აი ვისაც წამს ხო, რომ ან ის რაც ბიბლიაში წერია ხო, ამ წმინდა წიგნში, მორწმუნეებისთვის, ან იქიდან გამომდინარე ხო, იქაც წერია იგივე ქრისტეს სიტყვებია, რომ ნუეძებს სასწაულს ხო და მთელი ჩვენ ცხოვრება, მთელი ჩვენი ერისის არის, აი კრედო თუ რა ვიცი. ყველაფერში სასწაული ხო, იქ რაღაც გაფაჩუნდა აი პატრიარქის კლუბებს რო გადაუღეს და ხო გავს. ხო, აი ის გამოგვეცხადა და იქ სახში იმაზე უკაცრავად თუ არა და შპალიერი ქართულად არ ვიცი ხო, რაც არის ხო? იქ გამოისახა იგივე ეს ნარიმანი რო ხო, ანუ არ არის ტრადიციული რელიგია და სექტა თუ მაგას მნიშვნელობა არ აქვს. გაუკმართებულ წმენაზე ყო ხო ლაპარაკი, რომ მთავრობა და ეგრეთ წოდებული სასულიერო მხარე ერთმანეთს აი ესე არიან, რომ
ხო ხტები რომ ეს მთავრობა აუც ეს სახელმწიფო თუ რაც არის არ გაძლევს იმის საშუალებას ხო არ არის შენ ხარეზე ხო მარტივად თუ თქვა და არ გეხმარება და შენ რო რაღაცა ის პროტესტი გაქვს ხო რაღაც გინდა გამოხატო და ვიღაცასთან დაიჩილო აქეთ არის მეორე მხარე რელიგია და ეგრეთ წოდებული სულიერება აქაც გეუბნებია რომ მოითმინე დაითმინე მე კაი ცხოვრება გექნება და რომ ბავშვი მან ვინც მოითმეს ვერასდროს ვერ მოიდის ბავშვი ვინც მოითმეს ვერასდროს ვერ მოიდის აი ბავშვი ეგ არგუმენტი არ აინტერესებს იმას უბრალოდ შია ის ბავშვი რო დგას ხელგაშვერილი და აი რა ვიცი ხო ასჯერ ვიტყვი ამას და ის რაღაც მამა 200,000-იანი ჯიპით გაუვლის და რაღაც დაალოცავს ხო აი მოდი რა მეგობრებო რა ეგ ფარსი ნახე ამ შემთხვევაში მარტო მამაებს რო მივაწვდით არა მარტო მამაებს არ სამთავრობო არც სამთავრობოს ჩვენ გვაქვს ერზე იმიტომ რომ ერის პრობლემაა რომ იმ AI-ის ფოტოს ყველა ათრევს და ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ და ნახეთ ჩვენთან არის ჩვენთან გრილა და იქ ვიღაცები იხოცებიან და ოღონდ ნახე მაგ მეორე ფაქტორი ეს AI რო არ იყოს და მოდი დავუშვათ რომ მართლა ეგრე მოხდა რომ ყველგან ცხელა ჩვენს გარდა ჩვენ ამ ყველაფერს ძალიან ამაყადო ამბობთ რომ ვიღაცა ეხა საფრანგეთში რომ ამდენი ადამიანი და ბავშვები რო დაიხოცნენ სიცხისგან იმის ნაცვლად რომ ადამიანურად მაგრა გაგვიტყდეს სხვა ადამიანის დაღუპვა და შეგვეცოდოს და მაგრა გვიხარია რომ ნახე იქ დაიღუპა სიცხისგან ვაუ ჩვენ რა არ არის მაგარი რატოა მაგარი ვიღაცას რო უჭირს და ვიღაცა რო დაიღუპა ანუ რითი ვამაყობთ ანუ რა გვიხარია ხო მართლა აი მარტო 300,000 ბავშვი და კიდე მეტი ხო უბრალოდ სტატისტიკაა რომ შიმშილობს ჩვენ ქვეყანაში და აი მსგავსი მართლა არ ვიცი აი ეს ჩემი მოგონილი არა ხალხო არა გაიარეთ და ნაგვისურნას ვერ ნახავთ რომ ადამიანი შიგნით ჩაყუდებული არ იყოს და რაღაცები ნარჩენებს არ ეძებდეს ხო რა პონჩი სასწაული და წილხვედი რა რატო უნდა იყოს ამ მდგომარეობაში ხო მინიმუმ ეგ არის მაგის ნიშანი რომ ძალიან ცუდათაა ჩვენს ღმერთი და წილხვედრობა და თვითონ ღმერთი ჩვენ ესე სასწაულით ვერ დაგვეხმარება ჩვენში ანუ ჩვენ გონებაში ეგ პრობლემა რომ ჩვენ წილხვედრი ვართ და შეგვიძლია არაფერი გავაკეთოთ ღმერთმა მოგცა ორი ხელი ორი ფეხი ჯანმრთელობა მეტნაკლებად ნუ ხა ვინმეს თუ რამე ისეთი არ ჭირს და აზროვნება რომ შენ შეგიძლია შენი თავი გადაირჩინო მაგრამ მაგას ვიცახი რომ ხალხი ვართ ისეთი დადებირებული რომ ღმერთს ველოდებით აი ეს ვზივართ და აბა ღმერთო გადმოვიგდე რა უნდა გადმოგიგდოს გაანძრე ხელი და გექნება ხო ანუ ღმერთი აი ესე არაფრისგან აი ეს ოქროს ლოდებს რო ველოდებით რომ აუ ეხა ნეტა მილიონი დამეცეს თავში ანუ მილიონი რო თავში დაგეშეს ხო უეჭველი მკვდარი ხარ აქედან დავიწყოთ იმ სიმძიმე მაგრამ ანუ ეგეთ რაღაცეებს ველოდებით რა ხალხი და ღმერთი მაგ რაღაცეებს ვერ შექმნა ჩვენთვის რელიგია არის ტრადიცია და არ არის გააზრებული ანუ ჩვენ რო ვართ მართლმადიდებელი ეს ჩვენი ტრადიცია და ვერ ვიაზრებთ რას ნიშნავს თვითონ სარწმუნება რას ნიშნავს ღმერთი რას ნიშნავს და მართლმადიდებლობა რას ნიშნავს ანუ ლობისობაც ხო ერთ-ერთი ტრადიცია სადაც გადასისხული ამდენი საცოდავი ხვარი ანუ გასაგებია მე არა ვარ ვეგეტარიანელი არც ვეგანი ხორცის მჭამელი ადამიანი ვარ და მე ზუსტად ისევე ვაშავებ იმ ცხვრებთან და ქათმებთან და რასაც ვჭამი იმათთან როგორც ისინი მაგრამ მე ამ ყველაფერს ვაკეთებ მინიმუმ იმისთვის რომ ჩემი სხეული გადარჩეს ვიკვებო და ჯამრთელი ანუ პირადი მოხმარებისთვის რა და აი ეს რომ 1000 ცხვარი რო აი ესე დავხლოცო და ეს ყველაფერი ღვთის სახელით ვაკეთოთ ან ღვთის სახელით იმ ღვთის რომელმაც მე რო შემქმნა ის ცხვარიც ჩემთან ერთად შექმნა სანახაობის ხალხი ვართ რა აი სანახაობით რო აი რაღაც სანახაობას რო ვაკეთებ არ მარტო ხოლმე რელიგიაში არამედ საერო კულტურაში ხო აი რაღაცა იმას მანქანა ყავს მეც იმას რაღაცა ტანსაცმელი აქვს მეც უნდა ესეთ ტანსაცმელი მქონდეს და აი ამ ყველაფერში აი ყველა რაღაც ნიშანში სასწაულს ვეძებთ რომ აი სასწაულია ხო ანუ რაღაცა აი ნივთის მიმართ რაღაცა სიყვარული ან რაღაც ხო შენ რომ ნივთი ხო პრაქტიკული რაღაცა რომ რაღაც შენ გამოგადგეს რაღაც მაგრამ ანუ ის რომ რაღაც ამ ნივთს ჩავიციკლო ან თუნდაც რაღაცა ხრის კლაზე ან რაღაც გავსი ტიპის რაღაცაზე და ამაში იმხელა ის ჩავდო რაღაცა აზრი და ენერგია რომ აი ეს გადამარჩენს არის აბსოლუტური აბსურდი ხო ან მაგის ძალიან პრაქტიკული მომენტია რომ მართლა ის ქარხნები ააშენო იქ რაღაცა საწარმოები გააკეთო ხალხი დაასაქმო ეკონომიკა გაზარდო
ანუ ეგ არის, რა ვიცი, რომ ხალხმა თავი იგრძნოს ადამიანებად, ხო? ყველაზე დიდი სასწაული ეგაა, თორე ხა რა ვიცი, მართლა რა ვიცი, სასწაული ვერ გაჭმოს და ვერ გამოყვებავს, ხო? მაგრამ ამაში ხა 90% არ დაგეთახმება და გეტყვის. სასწაულს არ უნდა ელოდე. აი ჩვენ ერთ-ერთმა ადამიანმა რო დაგვიწერა კომენტარი, რომ ღმერთს ვიცა ვარ, ნახე, შმაკი ვნახე, ეს ვნახე, ის ვნახე და ანუ ოღონდ ძალიან რო ეთქვა რა ვერცე დაალაგებული ტიპია და აი ყველაფერს ღვთისახელით და ბოლოს უცებ რომ აი ეს პატრიარქი შიო ძალიან ცუდი ადამიანია. მანდაც კი თავისიანებში, ანუ მანდაც კი ლოგიკა ვერ დავიჭირე, რომ აი ყველაფერი ღვთისახელით რო ეს ჩამოარაგე. ის კომენტარი ძალიან უნდა მოვძებნო და სკრინა. მთელი ამბავია ეს რელიგია ის არ არის, ანუ რელიგია არ არის რიტუალზე ცხოვრება. რელიგია არის სწორად ცხოვრება, ხო? ანუ სწორად ანუ წესრიგში ცხოვრება ის რომ შენ როცა ხვდებია შენიდან გამომდინარე შენ როგორც ადამიანს გშია წყურია და მოთხოვნილებები გაქვს და ეს მოთხოვნილებები აუცილებლად უნდა დაიკმაყოფილო ხო ან ჭირდება ყოველდღე საკვები და ასე შემდეგ ანუ ეს მომენტი რომ შენ რაღაც ადამიანს რაღაც რელიგიურ წრეში გადაყავს და რაღაც შენ გამორჩეულ ტიპად განყო შენი თავი რომ შენ გამოგარჩია ღმერთმა და მეტი გეკუთვნის ან ვიღაცა უნდა დამოწრო და ვიღაცას გაუნაწილო ეს ყველაფერი ხო? აი აქ არის აღრევა რომ რელიგია ორგანიზებული როცა არის ანუ ესეც ჩემი ნათქვამი არ არის ხო? ვიღაცამ თქვა არ მოხსოვს რელიგია როცა ფუნებაშია ის ვერასოდეს ვერ ჭეშმარიტებას ვერ დაბადებს რა აი დევნაშიოს აი ამბროს ხელაია რო იყო და მსგავსი ტიპის პატრიარქი თუ არ ვიცი წმინდანის იყო შუშანია იყო სხვათა შორის ძალიან მიყვარს ეგვერი ალექს შუშანია რომელმაც ამ თავის ცხოვრებით აჩვენა თავი გაწირა ხო იქ ჭირი იყო გავრცელებული და ამ ჭირიანებთან დადიოდა და ეხმარებოდა და ნუ აი და გრიგოლ ფერაძე იყო კიდე და რა ვიცი მაგრამ ეხლა რავი ეხლა ძის ტიპი 300,000-იანი თუ 200,000-იანი პრადონა რა მნიშვნელობა აქვს და გიყურებს და ხო აბა აი ეს უნდა მოიქცე და იმაზე კი არ უნდა იფიქრო საჭმელზე და სასმელზე და მოდი რა ძმაო რა აი და ნუ აი არ ვიცი ეგ არის რა ლევანმა ისევ საფრთხეობისკენ წაიყვანა მხოლოდ არა მთელი ერის პრობლემა შეტენა მთავრობასაც მაგრად ვტევ ხოლმე ხო მაგრამ ამ შემთხვევაში მთავრობა და სარწმუნება უფრო მეორე ხარისხოვანი ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ჩვენი ადამიანების განათლებული ადამიანების აი ეს ქცევები ოღონდ თავი რო განათლებული გონიათ და წარმატებული ეს თქვენი რო ჩაგიგდე ხო ნახე ხო ნახე მაგრამ ისა რა უნაუნიშნა რა ვერ გავჩერდები რა ან ვინ მაგის საშუალებას გიზღუდავს აი ზუსტად ეგ თავრობა და აი ეგრეთ წოდებული ის სწორად აზროვნებას ვერ შემიზღუდავს ბიჭო ვერ შეგიზღუდავს მაგრამ ეხლა შენ თუ დებილი ხარ მოკვდები დებილად მაგრამ რო ანუ ნახე იცი რა არის პრობლემა რომ ხალხის უმეტეს ნაწილს არ აქვს ბიბლია თვითონ წაკითხული 40 წლის კაცი რო ხარ და 50 წლის კაცი რო ხარ და გინდა ქალი და გინდა 30-ის იმის საშუალება უეჭველი გაქვს რომ აიხო ეს ბიბლია და წაიკითხო და მიხვდე რას გატენიან და ეგ ყველაფერი რომ გეზარება იმიტომ რომ ზარმაციერი ხარ და არაფრის გაკეთება არ გინდა კეიფის დროს ტარების და ფეხზე გადადების გამო ზუსტად ისეთი მთავრობა არის ხოლმე ზოგადად სათავეში როგორი ხალხიც არის შენ პათოს აბსოლუტურად ვეთანხმები უბრალოდ უნდა თქვა რომ და ხაზი გავუსვა იმას რომ ეგრე არ არის რომ შენ ეგრე ვერ ვირჩევ ანუ ეს წარმოგიდგენო რაღაცა იმის რა ქვია კაცი კანიბალების ტომში ხარ და უბრალოდ გაიზარდე ანუ იმ მოცემულობაში იზრდებ ხვდები შენ რო რაღაცა იპოვე და შენ მაგალითზე იძახი აბსოლუტურად მესმის და აბსოლუტურად შევდივარ მაგ პოზიციაში რომ ანუ შენ გააცნობიერე მაგრამ ადამიანი რომლის მაგ საშუალება არ აქვს დღე და ღამე ვიღაც დედა მამა ბებია ბაბუა მაგას თავში უტენის ხები ანუ ჩამოყალ ან ყველას მაგას ვერავინ ვერ გეტყვის ხო აი რელიგია სკოლაში ვსწავლობ მეკევის დაღიჭვა შეიძლება და რაღაცა მაგის ის არ არის ანუ მე მესმის რომ გვინდა რომ ჩვენ რაც მეტი ადამიანი კრიტიკულად იაზროვნებს უკეთესი არის ხო შეიძლება ჩვენს არ უყოთ მართლები და რა ვიცი არ ვაღადებდეთ 100%-იან ჭეშმარიტებას მაგრამ
ის ადამიანი რატო ვიზახი მთავრობა შენ რომ მეუბნები რომ მთავრობისკენ და იმის ხილს მოიშვერო ხო? ანუ ის ტიპი ზის იქ და ანუ ის წეს იგივე ტელევიზიიდან იგივე იმ ინტერნეტ სიუცეში იმ ყველაფერში ხო? წარმოიდგინე მე ვარ რაღაც ბავშვი, რაღაც წარმოიდგინე საერთოდ არ მაქვს არაფერს და აი კოლბაში იმაშვები ხო? ვიზდები და იმაშვები. სადღაც შეიძლება შენ გაარტყა იმ მომენტი და დაიწყო კრიტიკული აზროვნება, მაგრამ უმეტესობას იმის ბრალი კი არა რომ აი წარმოიდგინე ხო ეხლა ამ სიუცეში ყველგან ეგ პროპაგანდა ხლები და ეხლა როგორ გავუშვირო იმ ადამიანის ხელსკენ რომ ეგრე ჩამოყალიბდა ხო? სხვა შანსი არ ქონდა. აბა ვისკენ რომ საკუთარ თავისკენ თუ არ გაიშვარ ადამიანი თით სხვისკენ არ უნდა გაიშვრო ჯერ შენ თავში უნდა მოძებნო. ხო და კიდე ერთხელ გეუბნები რომ ეგ პატივი რომელიც სერიალებზია დამოკიდებული და საათებს ვისი ცხოვრების საათებს ატარებს ტელევიზორთან თურქული სერიალის მოლოდინში და ელაპარაკება რომ უკან მიტრიალდი აი ანუ ვისი ბრალია ანუ ეგ ეხლა მოდი რა ძალიან გულწრფელი ვიყოთ ეგ ბიზნეს ბრალია ეგ არის მოთხოვნა თურქული სერიალი რო არის მოთხოვნადი მაგიტო შემოაქვს აი მიხოდა მარო რო არის რაღაცა პროექტი რუსთავი 2-ზე რომელსაც ბევრი საათი აქვს ეხლა უკვე თათმობილი აი ანუ ეგეთი აი ბანძი იუმორი გულწრფელად ვიძახი არ მინახავს პრომო ვნახე დაში ოღონ პრომოს რო აკეთებ რო რეკლამა გაუშვა რო ამას უყურო ხო ალბათ ყველაზე კარგი მომენტები უნდა არჩიო აი არ დაგეზაროს და ეხლა რო ამას რო გავთიშავ აუცილებლად უნდა განახო რა არ დაგეზაროს ანუ გული შეგიწუხდება ეგეთი იუმორიც კი ეგეთი მარაზმი გვაქვს მიხვდი და ანუ შენ რო მაგ ყველაფერს უყურებ ადამიანები რო არ უყურებდნენ არ გავიდოდა, მიხვდი ტელევიზია ეგეთი რამეა, ტელევიზიას რომ მივადგეთ. რასაც უყურებს, რასაც ყველაზე მეტი ნახვა აქვს, იმას ატენიან და შენ ამ ყველაფერს იწოვ, მაგ დებილობაზე იცინი, იმ დებილობა სერიალს უყურებ და ნორმალური რაღაცეებისთვის შენ თავს არ უტოვებ დროს, მან არავინ არ არის დამნაშავე შენს გარდა რა. და ვინმეს ჯანსაღი იუმორი რო აქვს და თუნდაც შავი იუმორი, ეხლა რაც მოხდა რა, ძალიან მოკლედ უნდა ვთქვა, რომ აი კალას რო ქოროს ხუმრობით რო გადავარეს ტიპს რო შავი იუმორი გაგაჩნია ეს იმას ნიშნავს რომ შენ ძალიან კარგი იუმორი გაქვს და ყველა სირთულის გადალახვა შეგიძლია შენ თავში და ეს ამ იუმორის მიმღებლობა რო გაქვს და მანდაც რო აი პროვოკაცია დაიწყოს რომ ლეიკემიანი ბავშვები მარტო ბავშვები რატო არიან ლეიკემიით კაცო უფრო დიდები არის ხოცებია მაგრამ ბავშვი არის სენსიტიური თემა და ერი ამ სენსიტიურ პროვოკაციას წამოეგო და იმიტომ რომ ვიღაცას ქვეყანაში ძალიან კარგი იუმორი აქვს და აი ესე შეუძლია რომ გარკვეული ადამიანების ყურადღება მიიქციოს და უფრო პოპულარული გახდეს ვიდრე ტელევიზია და მთელი მასა მაგის ვიდეოები შეიძლება ელოდებოდეს მთელი არა მაგრამ აი ცოტა ისე მოაზროვნებას ანუ უკვე პრობლემა დაინახეს და ეს მასა აყვა ამაშია პრობლემა რომ ისინი უყურებენ მიხოს და მაროს და აქ გაჟღერებული რაღაცა ძალიან სასაცილო მომენტზე აუ ეგ როგორ გააკეთა იმიტომ რომ ჯო მაიტა და ხელოვნურად დადებულს იცილ და იხევიან შუაზე იმიტომ რომ ერი ვარ და ეგეთი ანუ დადებირებული გაზარმაცებული არაფრის მაქნისი ზაქიჭამია ერი ვარ ხო და ან მაგას გეთანხმები უბრალოდ ხო ანუ უბრალოდ ეგა წარმოვიდა აი მაგას ვიძახი რომ ანუ პროსტა ცალკარში არ უნდა ვუთხრათ ეგ რომ ადამიანი კოლბაში რო ჩასვა შენ შეიძლება მე და ვიღაცებმა დაინახეს რომ გაბოლებენ რაღაცა სისულელეებს გეუბნებიან გატყუებენ მაგრამ ეხლა ამ მოცემულობაში ამ დროს 21 საუკუნეში ყველა შეუძლია რომ კოლბაში არ იყოს. ხო, მაგრამ ეგრე. ეხლა ხო არ არის 90-იანი. ეგრე ნუგანში. ანუ მე იმას კი არ ვიზახი რომ ის მისი ბრალი არაა და მაინც და შენ რა გარემოებაში სამ უნდა იყო. ყოველთვის უნდა გაანძრიო თავი და აი დაინახო იქითაც და აქითაც, მაგრამ რომ მეუბნები რომ თავრობას და იმას არ მიუძღვისო, მაგაზე გეუბნები, როგორ არ მიუძღვის, ანუ ის ტიპი მაგაზე არის გადართული, რომ შენ დაგაბოლოს და შენ თლიანად ექსიუსე შეგიქმნას, ხო? თლიანად, ანუ მაგის მთელი აზროვნება მიდის იმაში, რომ დაადებილოს ადამიანი, მისი რაღაც მომხრე გახადოს და ჩასვლას იმ პროგრამაში, ხო და შეიძლება ვიღაცას მთელი ცხოვრება არ გამოუშვეს, მაგაზე ვილაპარაკია, ხო, რაღაც აი წარმოიდგინეთ სივრცე, აი ამ სივრცეში რა, მე და შენ სადაც ავართ, ხო? რომ აი აქედან რო არ გავიდეთ, ხო? ეს იქნება ჩვენი, ავიცი, აქმა, ხო? ამის იქით არ იქნება, ხო? არის ხალხი, რომელიც აი ეგეთ იმაშია, ხო, ზის ალყას და უყურებს, ავიცი, იმ ტელევიზიას, უსმენს იმ ვიღაცა იმ ტიპს, სულიერ ლიდერს. ყველა ეგეთი ხო არ არის? ხო და მაგას ვიძახი, 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს 4-დან. ხო და ანუ ზუსტად ან მაგას ვიძახი, რომ ანუ არ გედაობი, მაგრამ შეუძლოდ ვიძახი, რომ თავრობასაც და აი მაგ ეგრეთ წოდებულ სასურველ ტიპსაც ძალიან დიდი წვლილი აქვს, რომ ხალხს ადებილებენ. არა, ზოგადად ეგ მარტივია, ეგ ყველა ადამიანის მარტივია, რომ თითი გავიშვრო სხვისკენ.
ხო და მაგას შეუძლია გაშვერა რომ ეს იმის ბრალია არა იმის ბრალი კი არა შენი ბრალია ამ ხო და მაგას გეუბნები რომ იმის ბრალიც არის და შენი ბრალიც პირველ რიგში შენი ბრალია სანამ ვინმესკენ თიც გაიშვერა ანუ ჯერ შენ თვალში უნდა მოძებ რომ ძმაო დირე სანამ ხო მაგრამ დირე აი ბიჭო მაგას გეუბნები ხო და წარმო მე და შენ ვარ აი წარმოვიდგინე რომ მე და შენ დავიბადეთ აი ამ მოცემულობაში ნახე სხვა რამეს გიხსენ შეიძლება წარმოვიდგინოთ ეგრე კაცო შეიძლება მე სადღაცას რაღაც ტომში ვარ დაბადებული ტელევიზია არაფერი არ გამაჩნია მე იმაცი არ ვლაპარაკობ მე ვლაპარაკობ 21 საუკუნის საქართველოს ხევანდელობაზე 2026 წელზე ვლაპარაკობ როცა ყველაფერი გაქვს ყველანაირი საშუალება გაქვს და ჩრდილოეთ კორეაში არ ხარ და ნებისმიერი რამის ინფორმაციის მოძიება შეგიძლია წამებში აი ყველაფრის გაგება შეგიძლია და შენ რო ამას არ აკეთებ და ერთადგეს არ წევ. ანუ შენი ბრალია, თავრობა თუ გაბოლებს, შენი ბრალია, სარწმუნოებას თუ გაბოლებს, ეგეც შენი ბრალია და ოჯახის წევრი მეზობელი ვიღაცა თუ გაბოლებს, ეგეც შენი ბრალია, იმიტომ რომ შენ არსო კითხვას, შენ არ ფიქრობ და შენ გეზარებ, ანუ შენ რო გეზარება, მე ვისი ბრალია, მე გამოხვალ და იცი რა, მე დღეს ესე და ეს არის იმის ბრალი, არ არის შენი ბრალია, თავრობა არაფერ შუაშია. მე ვაფშე ანუ საერთოდ არ ვემხრობე ამ თავრობას და შენ ძალიან კარგად იცი რომ პირიქით, აი 2012 წელსაც კი ამათვის ხმა არ მიმიცია, იმდენად არ მევასებიან ესენი და რაღაცა, მაგრამ ანუ ეს ამ შემთხვევაში თავრობის ბრალი არ არის. საერთოდ არ არის იმათი ბრალი შენ რა, ანუ მოდი რა, ნუ უყურებ იმ თურქულ სერიალს, აგერ თბილისში ხარ 21 საუკუნეში. რეგიონებსაც რომ დაჟე თავი დავანებოთ, რომ აი თბილისში ხარ და ნუ უყურებ, მაგრამ 90% რომ მაგ დროს რთავს ტელევიზორს, ის უფრო მეტ თურქულ სერიალს შემოიტანს, იმიტომ რომ შენი დადებილებით პლუს ფულ შოულობს ძალიან ბევრს და რატო არა? სწორ ინფორმაციას, რაც შემეცნებითი არავინ არ უყურებს. ანუ ეგეთი პროექტები საერთოდ არ არის ნახვადი. მაგას ვიზახ რომ კრიტიკული აზროვნება, ხო? ანუ კრიტიკული აზროვნება ადამიანმა შეიძლება განვითაროს, აი რო დაინახა იგივე ქარჩხაზის რო ავიღოთ იგი რომ აი ტიპები ესე იყვნენ ყველა მოხრილები და ეს გასწორდა და აღიქვა ის რომ შეიძლება თურმე პირდაპირაც იყურო ხო და რაღაც ადამიანური ისენი ქონდეს დაახლოებით ეგეთი მომენტი ანუ მაგას ვიძახი რომ ეგ მომენტი ესე არიბადება ხები ანუ მე და შენ გაგვიმარ სიტყვაზე ვიძახ ხო შეიძლება ჩვენს ანუ წეგანს ვიყიდოთ რაღაცაში ვსებოდეთ და შეიძლება საერთოდ ვსებოდეთ მაგრამ ანუ იმის გამორიცხვა რომ ანუ ის ტიპი მათყობს ანუ მან ზუსტად მანოვდივარ და მან გეთანხმები რომ ანუ კრიტიკულად უნდა ვსვარო ეს რასაც მეუბნება თავრობა თუ ვინ ჯანდაბასა ხო იქნება გავატარო რა გონებაში მაგრამ წარმოიდგინეთ ტიპი რომელსაც ანუ არანაირი სივრცე არ აქვს ხო ყველგან ადებილებენ ანუ ყველა ანუ ოჯახის ადებილებს იგივე ტელევიზია ადებილებს ანუ საერთოდ იმას შანსი არ აქვს და აქ ვიძახი რომ თავრობების და ეგრე წოდებული სასულიერო ტიპების ბრალი ეგაა რომ რომელსაც არ აქვს საშუალება ხო შენ სადღაც ეგ საშუალება გქონდა სადღაც ინტერნეტში შეხვედი რაღაცა დასერჩე რაღაცა მოიძიე არა ინტერნეტში შევედი ალბათ კრიტიკული აზროვნება ეს ასაკში იქამდე ხო და ეგ კრიტიკული აზროვნება ეგრე ვერ დაგებადება ისე რომ რაღაცა შენში ჩაისახა რაღაცა ეს კრიტიკული აზროვნება და უცებ დაინახა რომ ვიღაცა გატყუებს და გაბოლებს ხო ანუ არის ისეთი ხალხის კატეგორია რომელსაც არ აქვს აბსოლუტურად სადღაც ღრმა სოფელში არის და დღე-დღე უყურებს რომელიღაც ტელევიზია ნახე მაგას გიცნი რომ რეგიონებში ძალიან ცოტა ხალხი ცხოვრობს შედარებით ანუ თბილისში და დიდ ქალაქებში ქუთაისი ბათუმი თელავი ანუ უფრო დიდ ქალაქებში სადაც გამოსული ქალაქებია და რაღაც ანუ თბილისში 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და სულ 4 მილიონი ვართ ერი ანუ უკვე აი 50% რომ აქ ცხოვრობს აქ ხო არ არის ის რომ აი მარტო თოხს ვერ აგდებ ხელიდან მიხვდი და იმ თოხის მოქნევისასაც ბევრად მეც ფიქრობ ვიდრე აი ის კაცი ვინც თოხს იქნებს და სადმე მაღალმთიანში ცხოვრობს ის ტელევიზორისთვის იმას არ ცალია იმიტომ რომ ძალიან ბევრი საქმე აქვს და იქ ქათმები ყავს, ღორები ყავს, ძროხები ყავს, მოსათიბი აქვს, მოსათოხნი აქვს, შეშამისახედი აქვს. ანუ ფიზიკურად არ ცალია რომ დაჯდეს და ტელევიზორთან ფეხი-ფეხზე გადაიდოს, მშრომელ კაცს რა. და ეგეთი ადამიანის დაბოლება ბევრად რთულია, მაგრამ შენ იმიტომ რომ საქმე ნაკრები გაქვს და შენი სიზარმაცე როგორღაც გაამართლო, მაგის გამო მოდიხარ და იშვერ ხელს სხვისკენ. ჯერ მოდი სარკეში შენი თავისკენ გაიშვირე ხელი და მერე შეგიძლია რომ ყველას ჩამოუარო.
აი ყველა სათითაოდ, როცა შენ მიხვდები, რომ შენშია ყველაზე დიდი პრობლემა და მე არის სახელმწიფოში. თორე სახელმწიფოში რომ პრობლემაა, მაგას გეთანხმები 1,000,000%-ით, მაგრამ იმიტომ რომ ერშია პრობლემა და განმეორდები, რა ერიც ვარ აუცილებლად ის მთავრობა გქონს რა. ის ბერის ხო და მაგას ვიზახი, ანუ შენ ამბობ, რომ ანუ შენ უნდა იაზრო და შენ უნდა გამოიტანო, მე ვამბობ, რომ კი, ანუ ჩემი იმ თავიდანვე მესიჯი ეგაა, რომ ყველამ თვითონ უნდა საკუთარ თავში გამოიტანოს ეს რაღაცა ჭეშმარიტად თვითონ უნდა ეძიოს რა სამართლა ტყუილი თუ მართალი და ამავდროულად ეს ხალხიც რომელიც ანუ აი ამით სარგებლობს ანუ მაგ პირდაპირ ვიძახი რომ აი ბრალს ვსდებ ამ ხალხს იმაში რომ ანუ არაძლევენ საშუალებას ხო ანუ აი ეგრე ძიმეთ უწევს ხალხს რომ აი რაღაცა იბრძოლო და ის ხო კი გეთანხმები აუ ძალიან აი ხა ძალიან არა ანახი ძალიან მარტივ მაგალითს გეტყვი ის ფოტო AI-ის გაკეთებული ფოტო როა ეგ რო ამდენმა ადამიანმა ნახა ლოგიკური ნახე მაგას IQ არ ჭირდება არც განათლება ჭირდება და სულ რო კოლბაში ისვებოდე და მინიმუმ იცი რუსეთი და ციმბირი სადაა და იცი ციმბირი რას ნიშნავს მინიმუმ იცი რას ნიშნავს ციმბირი მანდ რო ხედავ რომ იმ ციმბირზე დუხარესავით წითელია რაღაცა უკვე ეჭვი უნდა შეგეპაროს რომ კაი აქეთ შეიძლება ყველგან ცხელა კი ბატონო ხო რუსეთის ნაწილშიც მე რა ჯერ ჩრდილოეთი უნდა იცოდე რას ნიშნავს მაგრამ აი და უყურებ ციმბირის წერტილს როგორ დუხს და ამინს წერ კომენტარში ანუ ეგ ხო სახელმწიფოს ბრალი საერთოდ არ არის ეგ ხო ბიძინა ივანიშვილი არ დამჯდარა და არ გაუკეთებია ეგ ფოტო ეგ ხო ვიღაცა დებილმა გააკეთა და სხვა მილიონმა დებილმა ოპა და ბოტები და ეს ქარხნები და მაგრამ ბოტებიც არ ჭირდება იმიტომ რომ ყველა ნამდვილი ადამიანი უწერდა ამის ერთს არ გაუჩნდა კითხვა ერთს ბიჭო რომ ციმბირშიც ეს ამინდია მოდი დავგუგლო შევამოწმო ამინდი შევამოწმო მანდ არ გჭირდება იმის მაგ ფოტოს იქეთ არ მივდივარ და კოლბები და კაციჭამები არაფერ შეამჭირდება ფოტოა ეს ფოტო მარტო ჩვენ ვართ ცისფერში და წვიმს და გრილა ჩვენთან ანუ ზაფხულში 22 გრადუსია საერთოდ არ არის კარგი ჩემი აზრით მაგრამ კაი და აი აქ გრილა და ციმბირში იწვის და იქ თურმე 50 გრადუსია მე მესმის შენი ნებათაღელვა და მე საერთოდ თქვენ ეგეთ მომენტი რომ ხალხი რატო ვერ არჩევს აი რატო არ აქვს ეგეთი მინიმალური კრიტიკული აზროვნება ასაც შენ ლაპარაკობ მაგრამ ეგ უბრალოდ წარმოიდგინე ერთი წამით რომ ის აი თუნდაც ეგ რომ არც სიმბირი გაუგია არ უნახე არ არსებობს იქ ვინც წერდა ვაფშე ეგ პოსტი ვინც დადო ეგ პოსტი ვინც დადო არის მომღერალი ოღონდ მარტო მაგისგან არ შემხვდა მთელი ის რო აქ ევროპები და რუსეთები რომ მაგარი მოვლილი აქვს და აი ძალიან გენიოსი რომ მიაჩნია თავი აი მაგან დადო და ეგეთმა ხალხმა დაუკომენტარა ყველა მიცის ციმბირი რას ნიშნავს მისი ბებია ბაბა გაციმბირებული ყავთ თავის დროზე წარმოიდგინე და მაგან იცი სად არის ციმბირი და რა არის ციმბირი ჩემგან განსხვავებით ნამყოფიც რო არ ვარ და იმის იქეთ რო ვერ გავწვდი ანუ ციგნის იქეთ რო არ მინახავს ციმბირი და რუკის იქეთ რო არ მინახავს ციმბირი მაგაზე გეთანხმები აბსოლუტურად ვინც იცის ეს შავი და თეთრი და ერთის უნახია და მეორე იმანაც იცის ციმბირი რა ეგ ხო და ეგ სიდებილი არის და ეგ ანუ მაგას ვიძახი დებილები არიან ხო მიკერძოებულობა მინიმუმ ან სიდებილი არის რა ხო და მაგრამ ის მე ვიზახი იმ ადამიანებს რომელსაც არ ყოფილა იქ არც ბებია ბავშვია მე კონკრეტულად მაგალითზე გელაპარაკები ლევან ბავშვი დაიბადა ეგ მოცემულობა არ გვაინტერესებს მოცემულობა ზოგადად ხო და მე რო გითხარი საუკუნეში ლაპარაკობ ამ დღეზე ლაპარაკობ მე რო გითხარი იმაზე რომ აი იმის ბრალიც ამეთი მთავრობის და იმ ვიღაცა პროპაგანდისტის ბრალიც ამეთი ხო მე მაგალითად არც ბებია ჩემი ყოფილა იმ ციმბირში და არავინ და ვზივარ და უყურებ ამ ყველაფერს რომ აი გარტყმაში არა ვარ რა არის ციმბირი ცივა თუ გრილა თუ აუ სხვა რამეს ვიძახი ლევან ანუ ეგეთი ადამიანი არის ცოტა და იქ 200 კომენტარიდან 200-ვე ეგეთი ადამიანია ვინც იცის მინიმუმ ციმბირისა და კონკრეტულ მაგალითზე რო ავიღოთ და ჩვენ ლაპარაკობთ ღვთისმშობლის წილხვეთ ქვეყანაზე საქართველოზე 21 საუკუნეში სადაც აი გვერდი ჩერვა ვიღაცას ფერარი ეყენოს მანქანაში და იმ ზუსტად იმის გვერდით ჟიგული ყავდეს ვიღაცას და იმის გვერდით შერვა ურემი ეყენოს მიხვდი ანუ ყველანაირი ხალხი ცხოვრობს ყველანაირი მილიარდელები ყავს და აი თვეში როლარიანი არა აქვს შემოსავალი ეგეთი ანუ ყველა ძალიან მრავალფეროვანი მოცემულობა გვაქვს და მანდ ვიძახი რომ ნებისმიერი რამე რო შეგიძლია მოიძიო ადამიანმა მე არ მაინტერესებს კაცო კაცი ჭამიებთან რა ხდება წილხვედრი ჩვენ ვართ
და აქ რო ხდება ექსიდებელი რომ ყველაფერს მე ვიღაცას თითებისკენ ვიღაც აი მანდაც ეგაა რომ ღვთისმშობლის წიხვედრი ვართ ვისკენ ვიშვებთ ხელს ღვთისმშობლისკენ და ღმერთისკენ ეგეც მაგათ შევტენეთ მთელი ჩვენი პასუხისმგებლობა აი ესე დავახვავეთ და ესე ღმერთს შევტენეთ ყველაფერი საერთოდ როგორც აი რავი ევას შევტენეთ ის ვაშლით ყველაფერი და მე ხალებს აი ეგრე ხდება მაგას ვიძახი თორე ეხა ამერიკაში რა ხდება მაგრა არ მაინტერესებს იმიტომ რომ მე ვხედავ აქ რა ხდება აგერ თბილისში და საქართველოში რა ხდება მაგას ვხედავ და ის ვიღაცა ძალიან გამოსულა მაგარი ფულიანა და მაგარი მომღერალა და იმე იქ მაგ ეხა კონცერტი და იქ მაგ კონცერტი ეგეთი კაცი მაგას დებს და მაგის ქვევით ბოტი არც ერთი არ იყო ლევან ჩაგდებული მაგ და შეგიძლია ეხლა ვენახო რომ ბოტი არც ერთი არ არის და ყველა მინიმუმ 40 პლუსია ვინც ამის უწერს ყველა მიცის ხო და მაგას გეუბნები მეც რომ ეგ არის მიკერძოებული ხალხი ანუ მაგათმა იციან და მან სადა აი სახელმწიფო რაშუაშია არა ხო და ვერ ხვდები ეხლა რას გეუბნები რომ მაგან იცის ანუ მაგან იცის რომ ანუ ესეც ნანახია და ისეც ნანახია სიმბირის იცის და ანუ ანუ ეს და მაინც სახელმწიფოს ხალხია იმიტომ რომ რაღაც გამორჩენაზე არის ხვდები ანუ იმისიანი ანუ ხვდები მიკერძოებული ტიპია მაგრამ არის ტიპები რომელიც უბრალოდ გარტყმაში არ არიან ანუ მაგას ვიძახი არ გედავები ან ის ვინც მაგას აკეთებს ვისაც ესეც აგნანახი და ესეც მაინც ვიძახის რომ ესეა ხო ის მიკერძოებული ტიპია ფანატიკოსია რავი გაგიჟებულია მაგრამ ის ტიპი ვიღაცა ვინც აი შანსი არ მიეცა ხო აი რავი 2 წლის ბავშვი ვარ და მეუბნებიან რომ სიმბირში რავი ტემპერატურა და იწვის ეს სიმბირი მთელი არსებობის მანძილში. ხო და ხო არა ხარ ბიჭო ბავშვი. ხო და უყურე დაჟე იმ მოძიების ეს არ მაქვს ფუნქცია. 2 წლის ბავშვს არ აქვს მოძიების ფუნქცია. ხო და მაგას ვიძახი, ანუ შეიძლება ადამიანი 2 წლის ბავშვი ჩვენ 30 წლის ბავშვს ვლაპარაკობ. იგენაცვალე, ანუ მაგ შეიძლება, მაგრამ ანუ ყველას არ აქვს მეთქი ის ეგ მომენტი რომ მოიძიოს. ყოლბაში არის მთელი ცხოვრება რა, ეხლა გაიგე რომ ხალხი იბადებიან და იმ რაღაცა აზროვნების იმაში კვდებიან. რომ აი არა აქ ინტერნეტი ვიღაცას ის ბაზარში და არის მოვაჭრე, გარე მოვაჭრე, რომელსაც ინტერნეტი კი არა, რა ვიცი, ზის დღე და ღამე. ეგეთი ცოტა ოჯახის სასწაულს არის მეთქი, თორე მე კი არ გეუბნები ცოტა თუ მეტია მეთქი, რომ ეგეთი ხალხის არსებობს მეთქი და ეგეთი ხალხის აი ეგ ყოფაში არის დამნაშავე ის მთავრობა და ის ვიღაცა ტიპი და ვისაც ესეც უნახია და ის უკვე თავსიდებილებს ან მიკერძოებული ტიპია, ხვდები? აი ეგ არის რა, რასაც აქამდე დავობდით და მოკლედ პოდკასტი ძალიან გაგვეწელა და დროა რომ შევჩერდეთ აქამდე ხალხი აღარ მოგისმენს მაინც და მაგიტო ასე რა. 10 წუთს მაინც. ეს ის იშვიათი შემთხვევა, როცა მე ლემანს არ ვეთანხმები. და ჩემი აზრით ყველაფერში ანუ ადამიანმა საკუთარი უცოდინრობა და დებილობა არ უნდა შეტანოს სახელმწიფოს. თუმცა აქვე იმას დავძენ, რომ ძალიან ცუდი სახელმწიფო გვაქვს. მთავრობას გულისხმობ რა. მიწაწყავს არაფერს არ ვერჩი. აი ძალიან ცუდი მთავრობა გვაქვს, ძალიან ცუდი სამღვდელოება გვაქვს. არის სამღვდელობაში რამოდენიმე კარგი ადამიანი ნამდვილად არის, თუმცა ზოგადი მოცემულობით თუ გავაერთიანებთ, უფრო ცუდები არიან, ვიდრე კარგები. მთავრობაში ყველა ცუდი. ხო, ეს იყო ჩემი კომენტარი და ლევანს არ ვეთანხმები იმაში, რომ ყველაფერი შეიძლება სხვა ადამიანს შევტენოთ. და ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრობა ვერ დაგვიცავს ვერაფრისგან საერთოდ, იმიტომ რომ ეგრე არ არის სამყარო მოწყობილი მადლობა ასევე ღმერთს. და ჩემი აზრით ღვთისმშობლის ანუ იცოდა თუ მართლა ღვთისმშობლის წილხვედრი ვიყავით და მართლა თუ კეჭი ყარეს და ღვთისმშობელს შეხვდა საქართველოს რო წამოსულიყო და ეკადაგა ეთყობა წინასწარ მიხვდა და გაიაზრა და უთხრა ღმერთმა რომ არ გინდა მაგათი არაფერი არ გინდოდესო მაგათი ესეც ღვთისმშობელმაც მოციქული გამოუშვა რომ წადი შენ ჩემს მანდაცვლო აზრი არ აქვს მაგ ხალხთან ლაპარაკს ვამბობთ